მოგეხსენებათ 1956 წლიდან მაუწყებლობს საქართველოს ტელევიზია უკვე 79 წელია. ერთგულად ემსახურება ჩვენს მაყურებელს. აი როგორ ხდებოდა ტელეწამყვანებთან ურთიერთობა ამ წლების განმავლობაში. თაობები იცვლებოდა, მაგრამ მაყურებლის დამოკიდებულება ტელეწამყვანებთან ფაქტიურად არ შეცვლილა. ის პატივისცემა, ის მორიდება, ის რიდი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ორი ტელეწამყვანი გვყავს. დღეს ყველაზე უფროსი და ყველაზე უმცროსი. კი გვიწერია ყველაზე უხუცესიო, მაგრამ არა, მუდამ ახალგაზრდა, მუდამ მომხიბლავი. ქალბატონი ირმა გურიელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პირველი თაობის ტელეწამყვანი, პოეტი, სცენარისტი, რა ჩამოთვალო, რეჟისორი და რაც ავარია ღირსების ორდენის კავალერი. მოგესალმებით კარმელ ბატონო ირმა და ამავე დროს ძალიან პოპულარული მომღერალი და ტელეწამყვანი იავნანას ტელესახე ვაჩე ღვინიაშვილი. ბავშვობისა ვარ. რანინას კაცო იავნანა. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ დილიდან ჩვენ. მეც მოგესალმებით, მოგილოცავთ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს, მსოფლიო დღეს და ვმადლობ ამ დღეს, რადგან შეგვაერთა 2 საუკუნე. მე 20 და 21 საუკუნის 2 წამყვანი. ქალბატონო ირმა, დავიწყოთ თავიდან. ეხლა თქვენ გაქვთ უამრავი ნიჭი და უამრავი ტალანტის რეალიზაცია მოახდინეთ და აი რაც ჩამოვთვალე, ამაში ყველგან წარმატებული ბრძანდებოდით და მაინც ბავშვობაში ყველაზე უფრო მეტად რაზე ოცნებობდით? მე მხოლოდ და მხოლოდ მსახიობობაზე. თუ რაიმე შევძელი, ეს მხოლოდ ამ ტელევიზიის დამსახურებაა. სრულიად შემთხვევით კონკურსში გავედი. აი ზუსტად იმ კითხვამდე მივდივართ ეხლა. არა, გავედი, იმიტომ რომ ლექსების წაკითხვა მინდოდა. ბავშვობიდანვე მხატვრული კითხვის ოსტატის ტიტულიც კი მქონდა. ბავშვობაშიც ლექსებს წერდი ოღონდ გონებაში. ქაღალდზე პირველად გადავიტანე მე-10 კლასში, ბაბუა რო გარდამეცვალა მაშინ. და წარმოიდგინეთ, მუსიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი და არ ვიცი, ეს ყველაფერი უზენაესის წყალობაა, ღმერთის წყალობაა და ალბათ ამიტომ მოხდა, რომ ტელევიზიის მეშვეობით შეიქმნა ჩემი 70-მდე სიმღერა. იმიტომ რომ ორკესტრი ყავდა მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად გვიჭირდა, ძალიან ბევრი სიკეთე იყო, ძალიან ბევრი რაღაცა იყო, შემოქმედებითი წვა იყო, სიყვარული იყო, დიდი ერთგულება იყო საქმისადმი. და რა ვიცი, ამის წყალობა ალბათ რომ მე რაღაც შევქმენი. ძალიან დიდი ხიბლია კეთობა ტელევიზიას, იმიტომ რომ თქვენ თავიდან როგორც მოზარდ მაყურებლის თეატრის მსახიობმა დაიწყეთ მოღვაწეობა და ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი სახე შეიქმნა და უცებ შეიცვალა ყველაფერი და თქვენ აღმოჩნდით ტელევიზიაში. მე არც ვიცოდი რომ თქვენ მსახიობი ბრძანდებოდით, მე ჩემი სიღრმის გახსენება მინდა, სადაც თემურ ჩხეიძემ მიგიწვიათ სპექტაკლში კუკარაჩა და იქ რომ ეს სატელევიზიო სპექტაკლი სპექტაკლი იყო თეატრი შეიქმნა. საოცარი სახე შექმენით ებრაელი ქალის და ბატონი ნოდარ დუმბაძის საყვარელი რებეკა გავხდი და სხვათა შორის ეგეც უკვე უზენაესის წყალობა იყო, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ცრემლი არ შემშრობია თვალზე, იმდენად განვიცდიდი თეატრთან დაშორებას. და ამ დროს ბატონი ნუგზარ ფოფხაძე იყო თავმჯდომარე და შეიქმნა სატელევიზიო თეატრი. და ტელეწამყვანობიდან გადავინაცვლე სატელევიზიო თეატრში მთავარი რედაქტორის მოადგილე გახდით და ამავე დროს მსახიობით და შევქმენი საბავშვო სპექტაკლებიც ჭინჭრაკა, თოჯინური სპექტაკლი გავაკეთე, პირველი ექსპერიმენტული, სადაც ჭინჭრაკა ვიყავი და სხვათა შორის მღეროდი კიდეც თქვენ აი ვაჩეს კი უთხარით მომღერალიო, მე მგონი ეს ძალიან ისეთი გამგრძელებელი გამოდის ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის მე ძალიან მოკლე პერიოდი, სულ წელიწად ნახევარი დაახლოებით, მაგრამ რეროს სოლისტიც გახდით სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის პევზნერის ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრშიც ვიყავი დასაწყისში.
ასე რომ არ ვიცი. ისე რატომ მოხდა ესე რომ 70-მდე სიმღერის ავტორი ხართ და ქალბატონი ირმა სიმღერას ღეროდნენ გოგი დოლიძე, ბეკა მამალაძე, თამრიკო გვერწითელი და უამრავი თამრიკო 13 სიმღერას მღერის ჩემს და ამ დროს თქვენი მარტო ერთი სიმღერა მახსენდება ცხოლებულ ამირან ხიდაშელთან ერთად ნამღარი მე ერთად ვიმღერეთ და მე შეგვახვედრა საკმა გავყარა მაგრამ ეს იყო მანან არაბიძის დაწერილი მელოდია არის ლექსები რომელზეც ორ კომპოზიტორს და სამსაც აქვს დაწერილი და აი მედია ძიძიგური და ჯემალი რომღერის ის ჭაღარა კი მისი დაწერილია ჯემალ სეფიაშვილის თქვენი ყავით და საქართველოს რომღერის თამარ გვერწითელი სიმღერა ქართულ კაცის სულში რომაც შერდებაო ის ყველაზე პოპულარული ჰიტი არავინ არ აცხადებს აი ძალიან ცუდია. არავინ სამწუხაროდ. აი ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებთ მათთვის დაჯაგრულები ვართ. ხელეწიფება რომ აუცილებლად უნდა გამომიმიტომ რომ თქვენ ხართ სრული თანაავტორი იმ სიმღერას. არა, რასაკვირველია და სიმღერა თავისთავად შედგება ლექსის შემსრულებისა და კომპოზიტორისაგან, თორე თავისთავად მელოდიაა, როცა კომპოზიტორი წერს. იგი სიმღერა არ არის, ვიდრე ტექსტი არ ექნება, ან ლექსი არ იქნება და შემსრულებელი არ ეყოლება, ის სიმღერად ვერ იქცება. ნამდვილად. მაგრამ რა ვიცი, ცოტა დაჩაგრულები ვართ ამ. მოდით ვაჩესაც ვკითხოთ ახლა, ოცნებობდა თუ არა ტელეწამყვანობაზე? ზოგადად ვოცნებობ, ანუ იცით როგორ იყო? თავიდანვე როცა პატარა ვიყავი, რაღაც სურვილი ყოველთვის მქონდა, რომ რაღაც ტელევიზიაში, ხალხის წინ, სცენაზე და ერთ-ერთი და ყველაზე გამორჩეული იყო, რომ ყოფილიყავი ტელეწამყვანი სახლშიც, რაღაც ესე ვაწყობდი ხოლმე, რომ რაღაც გადაცემაც კი მქონდა, რაღაც ძალიან უცნობი ჩემი საახლობლო წრეუყურებდა ძირითადად და აი იქ მიმყავდა რაღაც აი პანდემიის დროს, როცა ყველა თითქმის სახლში იყო, მაშინ და შემდეგ უკვე რანინამ და ამ ტელევიზიამ მომცა იმხელა შესაძლებლობა, იმხელა გზა, რომ ეს ჩემი ოცნება ამეხდინა და ჩემი ოცნება რეალობად მეკცია, რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი გამხადა და ალბათ ამას თვითონ ტელევიზიაზე, თვითონ იმ ხალხსაც, ვინც ამაში დამეხმარა, ალბათ ვერასდროს ვერ გადავიხდი, მაგრამ ნუ ეს იყო უბრალოდ დიდი გამართლება და მადლობა ამისთვის ყველას, ვისაც ეგ არის ზუსტად რომ ოცნება ერთია, მაგრამ შრომა თავისთავად გჭირდება იმისთვის რომ მიაღწიო ოცნებას, მაგრამ სადღაც პატარა გამართლებაც საჭიროა რა თქმა უნდა. არა, გამართლებაც საჭიროა, მაგრამ ეტყობა კარგად ჩაუყარეთ ჩვენ საძირკველი. ნამდვილად. პირველმა ტელევიზიამ კარგად დაიწყო და გაუჩნდა ბავშვს სურვილი რაქნას და მე ისეთი წარმატებული ვიყავი მაშინ თეატრში მით უფრო თემურ ჩხეიძე იყო იქ რეჟისორი და შალვა გაწერელია და ერთ სეზონში 5 მთავარი როლი მქონდა და მე აბსოლუტურად არ მინდოდა და თანაც არ მენატრებოდა ტელევიზია, იმიტომ რომ 15 წლის ვიყავი პირველად, როცა ტელევიზია გაიხსნა და მე საბედნიეროდ 10 კლას დამთავრებულებში ვარ იმ წელს მე-11 და მე-10 კლასმა ერთად დავამთავრე და 2 წლის შემდეგ უკვე სტუდენტი ვიყავი და სტუდენტობიდან უკვე ფუნიკულიორზე ვიყავი და ვკითხულობდი მხატვრულ ნაწარმოებებს, ასე რომ აი თქვენი პირველი გადაცემა თუ გახსოვთ? უიმე, როგორ არ მახსოვს, როგორც დიქტორისაც მახსოვს და იქ ვაჟა-ფშაველას შრის ნუკრის ნაამბობი წავიკითხე. აბა მოგვიყევით ერთი. და ის არ მითხრათ პირველ დღეს აქაო და იცით რა, მე ცოტა უცნაურად მოვხვდი ტელევიზიაში, იმიტომ რომ თლათ არ მინდოდა დიქტორობა და მარტო ლექსების გულისთვის მინდოდა უფრო ახლო გამიცნობენ მეთქი და რომ მოვედი, თეატრიდან წამოვედი პირდაპირ, როგორც ვიყავი კოსტუმში, გრიმში და რო შევაღე კარი დავინახე რომ ის ხალხი უკვე ეკრანზე ჩანდნენ და რაღაცას წარმოადგენდნენ და უამრავი ლამაზმანი იყო 500 თქვენ წარმოიდგინეთ და რო შევაღეთ ეს ნაცნობი სახეები დავინახე რა მინდა აქ მე მეთქი ვთქვი და გამოვიპარე რო გამოვედი გრეტა გიორგობიანი იყო ერთი რედაქტორი და 68 წელში პირველი სატელევიზიო სპექტაკლი გააკეთა ოთარ კობერიძემ. და რეჟისორი თავადაც იყო და ჩემი პარტნიორი, მე ლიზის ვთამაშობდი იმ სპექტაკლში და ის მიცნობდა კარგად და სად მიდიხარო და მე ვუთხარი რა მინდა მეთქი მე აქ
მე ლექსების დასაკითხად მინდოდა მოსვლა მეთქი, თორე მე თეატრს არ დავტოვებ და არ მინდა მეთქი და უცებ მეუბნება, არ მეგონა თუ ასეთი მშიშარა იყავიო და ეს რომ მითხრა უკვე დამთავრდა იქ ყველაფერი, ეგრევე მოვტრიალდი, შევედი და სულ ბოლოს დამწვეს კამერის წინ. პირველ ტურში გავედი, მეორე ტურში გავედი და მესამე ტურში აღარ მოვედი. იმიტომ რომ უკვე მივხვდი რომ ვკარგავდი თეატრს და ეს ჩემთვის ტრაგედია იყო ფაქტიურად რა. და დამირეკეს. ქალბატონმა ივლიტამ დამირეკა, მაშინ პროგრამების დირექტორი იყო, დამირეკეს და მკითხეს მიზეზი რატო არ გამოვცხადე, ნუ უთხარი რომ ამის გამო და იცით რა კომისიაო ერთხმად გითხოვთო და იქნება გამოცხადდეთო და ცალკე დამსვეს კამერასთან 2 დღის შემდეგ. და ესეც უცნაური იყო, იმიტომ რომ პირველ ორ ტურში წინასწარ გვაძლევდნენ ტექსტებს და იქ დახურული კონვერტი მომიტანეს კამერის წინ დავჯექი გავხსენი კამერის წინ კონვერტი იყო ქართულ ენაზე, რუსულ ენაზე, საინფორმაციო ერთი გვერდი და მხატვრული ტექსტი გვერდნახევარი. პირდაპირ გავხსენი, წავიკითხე, ყველაფერი უშეცდომო და გამოვედი იქიდან და მკითხეს, მიღებული ხარ დიქტორატო. და აი რამ გადაგაწყვეტინათ, ალბათ თქვენ ახლა თეატრზე შეყვარებული ადამიანი იყავით და აი მაინც ეს არჩევანი როგორ გააკეთეთ? აი ხო გეუბნებით კი გაგიჭირდათ 2-3 თვე მაინც ვტიროდი არ მინდოდა თანაც იმ დღეებში თეატრში შევიარე და შესასვლელში ჩემი დარისპანის გასაჭირში კაროჟდანს ფოტო რო ვნახე ცუდად გავხდი უკვე იმიტომ რომ იქიდანაც ძალიან ბევრი ისეთი დადებითი ემოციები გამომყვა მაგრამ მე იძულებული შევიქენი მაგრამ ეს დამიფასდა მაინც და უმერთის წყალობის შეიქმნა სატელევიზიო თეატრი და მე უკვე ავანაზაურე ეს ყველა. ვაჩე, მოდი ხა შენთან გადმოვინაცვლებისე. ბავშვები ოცნებობენ რომ გახდნენ ვაჩე. რომ შესავით იყვნენ კარგი მომღერლები, კარგად წაიყვანონ გადაცემა შესავით აი ესეთი გალექსილი ენა კონდ. შენ დაგჭა რამე საოცნებო? ნუ ეხლა არ ვიცი ზუსტად რამდენად ოცნებო მე რომ მე ჩემზავით იყვნენ და ჩვენ შეიძლება ჩემს საქმეზე რომ ჩემ დაიდა რომ გაიხსენო შენი პირველი ეთერიც ამ კითხვასთან ერთად. კარგით. შეიძლება დოდეთ წამყვანობა, მაგრამ ეხლა ჩემნაირობაზე რამდენად ოცნებო არ ვიცი. და მე რა თქმა უნდა დამრჩა რაღაცეებით საოცნებო. მაგალითად არის ის რომ რაღაც ჩემი მეც პოეზია ძალიან მიყვარს. აი მე ვიგრძელი და რაღაც ლექსებსაც წერ და მინდა რომ ეს უფრო განვითარდე ამ იმით და ეს ნუ უფრო მიზანია, მაგრამ ოცნება უფრო ლამაზი სახელი იქნებოდა ამისთვის და ესე ჯობს რომ ოცნება დავარქვა. და ჩემი პირველი ეთერი იყო რანინას ნუ წამყვანობის კუთხით. რაღაც მანამდე რაღაც პატარა წამყვანობის ისინი მქონდა ოღონდ სცენებზე, რაღაც კონცერტებზე, სადაც გავდიოდით ჩვენ რანინელი ბავშვები და შემდეგ აი რანინას მეხუთე სეზონის შემდეგ მეექვსე სეზონიდან უკვე ვიყავი დათუნას თანაწამყვანი. და ის იყო ჩემი პირველი ეთერი, პირველი ეპიზოდი და საკმაოდ ისეთი მღელვარებით სავსე იყო, რაც შემდეგ მაძლევდა გზას, რომ რაღაც უფრო ემოციურად გადმომეცა ყველაფერი და ერთ-ერთი სივრცე არის სწორედ ეს ტელეწამყვანობა ჩემთვის, რომ რაღაც ჩემი სიტყვები ვთქვა, ჩემი რაღაც გადმოვცე და გამოვხატო და ძალიან მეხმარება ჩემი დავის გამოხატვაშიც, ბავშვებსაც რაღაც კუთხით ვაძლევ მოტივაციას და ვეხმარები, რაც კიდევ უფრო მორალურადაც და ყველანაირად ცოტა მაღლა მწევს და ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და მოკლედ ყველაფერში დამეხმარა თვითონ ეს ტელევიზიაც, რანინაც და აი ფიქრობ რომ ჩემი რაღაც ყველაფერი ეხლა რაც ვარ ეს განპირობებული იყო სწორედ ამ ტელევიზიის გზით რომელიც რანინამ დამანახა და შემდეგ მე გავიარე უბრალოდ ეს და კიდევ იცი რა მაინტერესებს აი რაიმე ისეთი გადაცემა არის რომელსაც სიამოვნებით წაიყვანე აი შენი მიზანი საით მიდიხარ ანუ აი როგორ კონტექსტში ხედავ შენ თავს მომავალში ესე რომ ვთქვა რანინა იყო ყოველთვის როსიამოვნებით წასაყვანი მაშინაც როცა მიმყავდა და აი ყოველთვის როცა შესვენება გვაქვს ხოლმე და რაღაც ახლა ხო ევროვიზია არის მალე და შემდეგ ისევ იქნება რანინა და აი მაინც მუსიკალურ მხარეში ნუ რა თქმა უნდა მუსიკალურ მხარეში ჩართული პოეზია ახსენე იქნებ რაიმე ესეთი გადაცემაც მოგაფიქრდეს არ ვიცი
ჯერ რანინა რომ იმყავს, ამით კმაყოფილი ვარ და შემდეგ ჩემ მომავალთან დაკავშირებით გადასარევია, ხო? მომავალზე მე მივაპარაკოთ მომავალზე სხვათა შორის შემთხვევით არაფერი არ ხდება. მე ინტუიცია მიკარნახა და აი როგორც ესტაფეტა მე ვიგრძენი, აი შინაგანად ვიგრძენი მისი ნიჭიერება და მისი მონაცემები, რომ ეს მარტო ტელეწამყვანი არ იქნება და ამიტომ დალოცვილი იყოს ეს შენობა, ეს ახალი ტელევიზია, ჩემგან, შენთვის, მე უკვე იმ წარსულს ვეკუთვნი იმ საუკუნეს და ჩემს ახალგაზრდობაში ყველაზე დიდი საჩუქარი წიგნები იყო და მით უფრო ავტორისაგან ნაჩუქარი წიგნები და მე მინდა როგორც ესტაფეტა წარმატებისთვის გადმოგცე და მომავალი დიდი წარმატებები გისურვო. გაიხარე გენაცვალ, გაიხარე მიიღე. აი არ ვიცი, ხო ამაზე დიდი დალოცვა მე მგონი ვერც არა ეს ჩვენი მომავალია და ჩვენი იმედია რა სამყარო. რა ვიცი, რა გითხრათ ქალბატონო ერმა, უღრმესი მადლობა იმისთვის რომ თქვენ არსებობთ, იმისთვის რომ თქვენ ხართ. მე არასოდეს დავიწყებ პირადად მე იმ მადლს რომ დედაჩემს უყვარდა ქალბატონი ირმას პოეზია და მაშინ მოხდა ისეთნაირად რომ დედაჩემს ვერ წარმოედგინა რომ ქალბატონი ირმას შვილი ზვიადი და მე მეგობრები რო ვიყავით და მე მოგიტან მეთქი ამ წიგნს და გუში ჩახუტებული ქონდა აი ასე სიცოცხლის ბოლომდე ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ რომ შეგვაერთეთ და შეგვაყვეთ და ესეთი ლამაზი და მომხიბლავი იყავით ყოველთვის მადლობა ჩვენ უმრესი მადლობა თქვენ და წარმატებები თქვენ ძალიან ლამაზმანი ხართ შესანიშნავია უმრესი მადლობა ჩვენი გამხიარულებისთვის